Თუნდაც ერთი დღით ჩამოდი ქვეყანაში, შენი თვალით გაეცანი რა გარემოა და ამის შემდეგ არსებითად ინფორმირებული არჩევანი გააკეთე. ასე პასუხობს კობახიძე ემიგრანტებს, რომლებსაც ოცნება საზღვარგარეთ ხმის მიცემას უკრძალავს. უცხოური გავლენებისგან ხალხის ნების დაცვა დახსნა ბოჭორიშვილმა მათი ინიციატივა. იგივე თქვა კობახიძემაც და ამით ქართული დიასპორა ფაქტობრივად უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადა. სხვადასხვა ქვეყანა პირდაპირ ცდილობს ჩვენს არჩევნებში ჩარევას. შესაბამის ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი არიან ასეთი გავლენის მიმართ, თქვა კობახიძე. საქართველოში 276,000 პენსიონერსა და სოციალური შემწეობის მიმღებს 465 მილიონი ლარის საპენსიო სესხი აქვს აღებული. ინფორმაციას ლიბერტი ბანკის მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილ ფინანსურ დოკუმენტებზე დაყრდნობით გამოცემა BMG აქვეყნებს. ახალი წლიდან სიგარეტი ისევ ძვირდება. 1 იანვრიდან იმპორტულ სიგარეტზე აქციზი 85 თეთრით იმატებს და 2 ლარი და 75 თეთრი გახდება. კანონპროექტი ოცნებამ უკვე დააინიცირა. პრინციპული მამაცი ქართველი ხალხი სიცივესა თუ ზაფხულის სიცხეში დგას გარეთ უკვე 1 წელია და აპროტესტებს უკანონო და გაყალბებულ არჩევნებს, თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა. როჯერ უიკერის თქმით 2024 წლის არჩევნები არლეგიტიმურადაა მიჩნეული არაერთი ამერიკელისა და ევროკავშირის მიერ.